გამარჯობა გია. გამარჯობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პირადად ჩემთვის, ჩვენი მედიისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. სავარაუდოდ ასეა ჩვენი მსმენელი და მაყურებლებისთვისაც. ჩვენი ინტერვიუ არის პროგნოზებზე. მთლიანად პროგნოზებზე აგებული. პირველი რაც მინდა გითხრათ, ეს არის რა პროგნოზი გქონდათ 24 თებერვლამდე რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. ელოდით თუ არა ასეთ მასშტაბურ ომს? პრინციპში ცუდი მოლოდინები არსებობდა, თუმცა მაინც ოპტიმისტური ბუნებიდან გამომდინარე, იმედი მქონდა, რომ ესეთი კატასტროფა არ მოხდებოდა, მაგრამ მოვლენები გავითარდა ისე როგორც გავითარდა. ხო, თუმცა დაშვებას ვაკეთებდი, რა თქმა უნდა. ხო, რო გითხრათ, რომ ეს ჩემთვის რაღაცა შოკი იყო, ესე ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა მე რო ვნახე ეს მასშტაბი, ეს ესე რო ვთქვათ, რამდენიმე მიმართულებიდან ესეთი აგრესია, ну, რა თქმა უნდა, ესეც გარკვეულწილად მოულოდნელი იყო. თვითონ ტაქტიკური თვალსაზრისით ვამბობ, შეტევის ტაქტიკის თვალსაზრისით, ასე რომ ვერ ვიტყვი, რომ წინასწარ, ესე რომ ვთქვათ, ვიცოდი რა მოხდებოდა, ხო? ბევრი იბრალებს ხომ ეს რაღაცას, მე ნამდვილად ვერ დავიბრალე. არა, ბევრი ექსპერტი შეხვდა, ბევრი კი არა, ლამის ყველა ამ ომთან დაკავშირებით. გია, რა პროგნოზი გქონდათ თქვენ რუსეთის არმიის მომზადების დონესთან დაკავშირებით? ჩვენ ყველა ვნახეთ, რამხელა ფიასკო განიცადეს მათ. გჯეროდათ, აკეთებდით პროგნოზს, რომ რუსეთის არმია იყო ისე უძლეველი, თუ ფიქრობდით, რომ ისინი გარკვეულ მარცხს განიცდიდნენ? ხო, ну, ეხლა გარკვეულწილად რუსეთის არმიას რო აქვს გარკვეული სერიოზული მომზადება, აქ ორი აზრი არ არის, ხო, ეხლა მთლად ისე არ მგონია, რომ სწორი იქნება, რომ ვიფიქროთ, რომ ესე რო ვთქვათ, ეს არის რაღაც დეზორგანიზებული, რაღაც სამხედრო ერთეული. ესე ნამდვილად არის, მათ დიდი გამოცდილება შეიძინეს განსაკუთრებით სირიაში, ბოლო პერიოდში, მაგრამ მარტო მომზადებაში არ არის საქმე, ხო? მთავარია რისთვის იბრძვიან. ნუ ეს მორალური ძარღვი, რასაც ქვია, ეს უკრაინელებს აღმოაჩნდათ ბევრად უფრო მაღალი, ისინი იცავენ თავის რაღაცას, ხო? მაშინ როდესაც თავის ესე რომ ვთქვათ, ქვეყანას, მაშინ როდესაც რუსული არმიის мотиваცია ვერ არის ესე მაღალი, გარდა ამისა შეიძლება ბრძოლის უნარიანობა ამ არმიის გარკვეული ნაწილების არის მაღალი, მაგრამ ამ მასშტაბის, ხო, ამ მასშტაბში ბუნებრივია 60-70% მინიმუმ არის ნაკლებად ეფექტური. ესე ვთქვათ და ეს საბოლოო ჯამში აისახება იმ განვითარებაში, რასაც უყურებთ. მთავარი ფაქტორი მაინც არის უკრაინული არმიის და ხალხის ერთიანობა და მათი გმირობა, პირდაპირ ვთქვათ. ხო, ეხლა ეს იყო ყველაზე დიდი მოულოდნელობა, პირდაპირ გეტყვით. აი, სწორედ მაგასთან დაკავშირებით მინდა პროგნოზი გთხოვოთ. უпростоრეთ გითხოთ, ელოდით აკეთებდით ესეთ პროგნოზს, რომ უკრაინის არმია ამდენს შესძლებდა და აქვე კიდევ ერთი პროგნოზი რო დავამატოთ, მეორე კითხვად, რას იზამს საბოლოოდ უკრაინის არმია თქვენი აზრით? ხო, ну, არ ველოდი პირდაპირ გეტყვით, რომ ამდენ შეძლებდნენ, ერთიანობა შეინარჩუნებდნენ, მე უფრო ნეგატიურ სცენას განვიხილავდი, როდესაც მე არ ველოდი, რა თქმა უნდა, და არც მიმაჩნდა, რომ რუსეთის ტაქტიკური ამოცანა იყო კიევის აღება. მე ფიქრობდი, რომ რუსეთის ამოცანა იყო ბლიცკრიგით, ესე რომ სამხრეთის სარტყელის მთლიანად სწრაფად დაპყრობა. მე მხედველობაში მაქვს, ესე რომ ვთქვათ, აი ეს ხარკოვი, ნიკოლაევი, ხერსონი, ოდესა, იმიტომ რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დნესტრისპირეთზე და იგივე ყირიმის ნახევარკუნძულზე სახმელეთო გასასვლელის გაჭრა. კიევთან დაკავშირებით ეხლა თუ დემორალიზებას მოახდენდნენ და დეზორგანიზებას მთლიანად ხელისუფლებას, ამას არ იტყოდი, რა თქმა უნდა, უარს, მაგრამ აბსოლუტურად გამორიცხავდი აი ამ დასავლეთ უკრაინაში მათ შეჭრას, ხო?
ანუ რაღაც 2-3 სცენარს განვიხილავდი სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად აი ის რაც გითხარით, მათთვის უფრო წარმატებული იქნებოდა თუ მოახერხებდნენ იანუკოვიჩის ჩაყვანას, ანუ კოლაბორაციონისტული ხელისუფლების ორგანიზებას, მაშინ მოაწერინებდნენ ხელს, რა თქმა უნდა, კაპიტულაციაზე თავის ნეიტრალიტეტით ყველაფრით და ყველაზე მძიმე ჩვენთვის ამ სცენარში რაც იყო, რომ მეორე დღესვე ჩვენ მოგიბრუნდებიან, აბა იგივეს მოაწერეთ ხელიო გვეთხოვდნენ, ხო? აი ეს იყო ყველაზე ნეგატიური სცენარი, საშუალო სცენარი იყო ამ სამხრეთ რეგიონების ესე რომ ვთქვათ, აი ამ სარტყლის დაპყრობა და ფაქტობრივად უკრაინის ორად გახლეჩვა, ესეც იმშენ და შევიდოდნენ მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც გამაგრებას მოახერხებდნენ. ხო, ეხლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე სამყაროში სამხედრო ძალით შეიძლება რაღაც ტერიტორიები დაიპყრო, მაგრამ გრძელვადიანი კონტროლი თუ შენ იქ ადგილობრივი საყრდენი პოლიტიკური ვერ მოძებნე, ხო, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მათ შეიძლება ესეც ჰქონდათ, ანუ რამდენიმე ვარიანტად ჰქონდათ თავისი გეგმები დალაგებული, საბედნიეროდ ყველა ეს გეგმა ბლიცკრიგს რაც უკავშირდებოდა ჩაიშალა და ეხლა ცოტა სხვანაირი სახე მიიღო, თუმცა მე ვფიქრობ სამწუხაროდ, რომ უკრაინა გარკვეული კონფიგურაციით მაინც იქნება გახლეჩილი ამ ომის შედეგად, ხო? ამ ომის შედეგად, ეხლა მე ვერ დაგისახელებ თუ საზღვარი საბოლოო სად გაივლის, მაგრამ ის რომ უკრაინის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ომის შედეგად იქნება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული, ეს ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა. გია, რა პროგნოზი გქონდათ დასავლეთის და ნატოს ასე ვთქვათ, რეაგირებაზე ომის შემთხვევაში, მათი დღევანდელი რეაგირება, რაც არის ომთან დაკავშირებით, ფიქრობდით, რომ ესე იქნებოდა თუ მეცელოდით თუ ნაკლებს? სიმართლე გითხრათ, ნაკლებს ველოდი, ამასაც არ ველოდი. ეხლა ის რომ ამ წითელ ხაზს, რასაც ქვია მესამე მსოფლიო ომის რისკი ნატო არ გადაკვეთდა, ამაში დარწმუნებული ვიყავი თავიდანვე. და რაც შეეხება აი ამ უპრეცედენტო სასანქციო პაკეტს, რომ ესეთი არ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში, ხო, რომ ფაქტობრივად პირველად დგავს დღეს დასავლეთი იმ ტიპის ნაბიჯებს, რითაც თვითონაც საკმაოდ სერიოზულ ზიანს იღებს, ხო, და გრძელვადიანს. ეხლა მოგეხსენებათ დასავლეთისთვის კეთილდღეობითი ბუმერანგის პრინციპით დარტყმა ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე იგივე რუსეთისთვის. შესაბამისად, ამ მასშტაბის სანქციებს, რომელიც არც მთავრდება, მე არ ველოდი სიმართლე გითხრათ და ეს ჩემთვის რაღაც ესეთი პოზიტიური სიურპრიზია, ხო? ეხლა ის რომ დასავლეთი ეხლა ცასარ ჩაკეტავდა უკრაინისას და არც ჩაკეტავს, ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში, ამაში დარწმუნებული ვიყავი და ესეც არის, ხო? რომ ეს უკვე სულ სხვა ტიპის ომს ნიშნავს, ფაქტობრივად გლობალური რაღაც აპოკალიფტურ სცენარს უფრო გავს. იმ ფონზე, როდესაც პუტინი პრაქტიკულად უკვე გაგიჟებულია, შეიძლება ითქვას. გია, როგორ ფიქრობ, რა მოხდება რუსეთში უახლოეს პერიოდში, წლის ბოლომდე? რა ელის რუსეთს? მე არ ველოდები სამწუხაროდ არაფერს ისეც განსაკუთრებულს, იმიტომ რომ ეს სანქციები, რაც ყველაზე ეფექტური იარაღია, ხო, რუსეთთან მიმართებაში, უფრო საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ეფექტის მომცემია, ჩემის აზრით. გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს სასანქციო შტურმი რუსეთზე, რა თქმა უნდა, დასავლური სტანდარტით ეს არის ყველაზე ეფექტური იარაღი ამ მასშტაბის მით უმეტეს, თუმცა ჯერჯერობით რუსის საშუალო სტატისტიკური რუსის პრიორიტეტი მაინც არის ეს ველიკო ძირჟავული განწყობები, ხო? და ამას ძალიან კარგად ყვებავს ეს რუსული პროპაგანდა. ანუ ის რომ რაღაც აი სოციალური თემები რუსეთში რაღაც სერიოზულ ძვრებს გამოიწვევს, მე ამას არ ველოდები. სანქციებს აქვს სამი დანიშნულება. ერთი არის პრევენცია არ ემუშავა, მინიმუმ დაგვიანებული იყო.
დასჯის მხრივაც, რუსეთის დასჯის მხრივაც მე არ მგონია რომ ამან იმუშავოს, იმიტომ რომ რუსულ პროპაგანდას ძალიან ეფექტურად გადააქვს ვექტორი, ესე რომ ვთქვათ, ამ კონკრეტული დღევანდელი სოციალური პრობლემების ჭრილში გარემ მტერზე, ანუ თქვენ იმიტომ კი არა გქონთ პრობლემები, რომ მე ვარ ცუდი, არამედ დასავლეთია ცუდი, ისინი გებძვიან თქვენ, ხო? მაგრამ არის მესამე, ხო? ანუ რესურსული გამოფიტვა რუსეთის. და ამ მიმართულებით სანქციები ნამდვილად არის ეფექტური, მაგრამ ამის რეალური შედეგები რომ იგრძნოს რუსეთმა, ხო, ამას სჭირდება გარკვეული დრო. და ამასთან ერთად ეს ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დამთავრდება ეს ომი, ხო? ეხლა თუ პუტინმა მოახერხა თუნდაც შიგა მოხმარებისთვის ისეთ სურათს დახატვა, რომ მან გაიმარჯვა ამ ომში, ამ შემთხვევაში სანქციების ეფექტურობა იქნება უფრო დროში გაწელილი, თუ ეს ვერ მოახერხა, ანუ სახის შენარჩუნება, მაჩოს ესე მითოლოგიის შენარჩუნება, თუ ვერ მოახერხა, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, უფრო სწრაფად შეიძლება მივიღოთ efekti. ჯერჯერობით ვითარება ბუნდოვანია, ცალსახა სცენარი, ცალსახა პროგნოზის შესაბამისად მე არ ამბობს, ხო? აი ამ ორი ვარიანტიდან, 2-3 ვარიანტიდან პრინციპში ნებისმიერი შესაძლებელია. და ბოლო შეკითხვა გია, რა პროგნოზი გაქვს, როგორ განვითარდება უახლოეს მომავალში, ასევე წლის ბოლომდე ავიღოთ მოვლენები საქართველოში? ну, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკვე წინასწარ კაპიტულაცია აქ ფაქტიურად გამოცხადებული, ხო? ესეც დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება რუსეთში, უკრაინაში. ეხლა ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკა ააგო მოძალადის უпроსორეთ თავის პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია მოძალადის შიში, ხო? ანუ კონსტრუქცია მათი პოლიტიკის როგორია? ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ისეთი არაფერი არ უნდა გავაკეთოთ, რაც რუსეთს გააღიზიანებს. როდესაც ჩვენ ამას ამბობ, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ესე იგი ყველაფერი უნდა გააკეთო ისე, როგორც რუსეთს ესიამოვნება, ხო? ანუ ეს კონსტრუქცია მათი პოლიტიკის ნიშნავს, რომ მათ წინასწარ თეთრი დროშები აქვს გამოფენილი და წინასწარ თანახმარია ყველაფერზე, რასაც რუსეთი ხვალ მოითხოვს ჩვენგან. და რუსეთი მოითხოვს ზუსტად იმას, რასაც მიიღებს უკრაინისგან. აი ამაშია საქმე. აქედან გავდა მე იმის იმედი, რომ ეხლა ჩვენი ხელისუფლება გაუძალიანდება რუსეთს, არა მაქვს, ხო? და ამბობენ კიდევაც ეხლა ამაში პატიოსნები არიან, მეუბნებიან, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ადან ჰაიმე, ხო? ფაქტობრივად ამ პოლიტიკას ატარებენ ეგერ პრეზიდენტს, რომელმაც პროუკრაინული პოზიცია გამოდგა ტრიბუნიდან, იმას საკონსტიტუციაში უჩინეს, ემან პუტინს არ ეგონოს, რომ ჩვენ ორმაგს თამაშობთ, ხო? ანუ აი ამ უბედურებაში რა ვიცი, მამუკა რა გითხრათ რა. თუ ეს ხელისუფლება იქნა, მაშინ პრინციპში ეს ხელისუფლება უკვე გამზადებულია სიამონების მისაღებად რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, მათი პროპაგანდაც ამაზე მუშაობს, ომი გინდათ, ესე რომ ვთქვათ, ლოზუნგის ქვეშ პროპაგანდისტული შტურმი აქვს და სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ექვემდებარება ამ ყველაფერს. ასე რომ აქაც უკრაინაზე მოკლედ უკრაინაში წდება უკრაინელების იმედზე ვართ ქართველები რა. როგორც იტყვია. დიდი მადლობა გია, დიდება უკრაინას. რა თქმა უნდა.